მოგესალმებით, როგორც იქნა დადგა ეს დღეც. დღეს ვიწყებ კბილების გაკეთებას. მოგეხსენებათ, კბილი ისეთი თემაა, რომ აუცილებლად უნდა გაიკეთოთ პროფესიონალთან. ბევრმა მირჩია ეს კლინიკა, დენტინი, სადაც ყავთ გამოცილი და სერტიფიცირებული ექიმები. ახლა შევალ, გავივლი კონსულტაციას და დავიწყებ კბილების კეთების პროცესს. ძალიან მაინტერესებს საბოლოო შედეგი. ცოტას კი ვნერვიულობ. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახართ? კარგად, როგორ გრძანდები? კარგად, კონსულტაციის გავლა მინდა. კი ბატონო, ბახტლები შეიცვი. მობრძანდით. გამარჯობა, ჩოთა ექიმო. თქვენი პაციენტი მოვედი. აბა გისმენთ, მაგა. ჩემი ასაკიდან გამომდინარე ცოტა კბილებმა შემაწუხა და თქვენ თუ გადამარჩეთ ჩოთა ექიმო. შეგეშინდებათ კბილთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას, მოგიგვარებთ სრულად უმტკივნეობად. უმტკივნეულოდ? დიახ, რა თქმა უნდა. ცოტა ხმერმულობ. არაფერია სანერვიულო, წავიდეთ კომპიუტერული ტომოგრამა გადავიღოთ და ყველაფერს ეშველებთ. მაკა როგორც ხედავთ, ბევრი სამუშაო გვაქვს. პირველ რიგში აუცილებელია მოხდეს პირის ღრუს სანაცია. სანაცია რა არის? წმენდა პირის ღრუს უნდა გავასუფთავოთ, რომ მივიღოთ მაქსიმალურად ჰიგიენური პირის ღრუ. ამის შემდეგ გვაქვს ესეთი პრობლემა. მარჯვენა მხარეს მეექვსე კბილის ამოღება მოგვიწევს და დაახლოებით 2 თვის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ ჩავსვათ დენტალური იმპლანტი და აღვადგინოთ ეს მიდამო როგორც ფუნქციურად, ასე ესთეტიურად. ამის შემდეგ ქვედა ყბაზე, სადაც დანაკლისი კბილები გვაქვს, აუცილებელია, რომ მოთავსდეს დენტალური იმპლანტები. დაახლოებით 3 თვის შემდეგ შევძლებთ გვირგვინების დაფიქსირებას და ამ მიდამოსაც აღვადგენთ როგორც ესთეტიურად, ისე ფუნქციურად. ამის გარდა გვაქვს მრავლობითი კარიესები, მაგრამ ეს პრობლემა შედარებით მცირე დროში და ნაკლებ ინვაზიურად მოგვარდება. არც მეგონა ამდენი პრობლემა თუ მექნებოდა. არა უშავს, მაგა, ამ ეტაპზე ყველაფერს მოვაგვარებთ, მაგრამ ამის შემდეგ გავითვალისწინოთ, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი წელიწადში 2 ჯერ აუცილებელია, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი სიურპრიზები. ეცოდინება და გავითვალისწინებ. დავიწყოთ, მაგა, მზად ხართ? ვარ, რა ვქნა? როგორ ხარ, მაგა? კარგად. მაკა დავასრულეთ კბილის ექსტრაქცია, ამოვიღეთ კბილი, დავამუშავეთ კბილბუდე, თვლის გადანერგვა გავაკეთეთ. თვლის გადანერგვა? კი ბატონო. მართლა ვერ გავიგე. ეხლა გავაგრძელოთ ქვედა ყბაზე გვაქვს 2 იმპლანტი ჩასასმელი 36 და 37 კბილის მიდამო. 36? წადა მაგ 36 კბილი. ვერ გავიგე საერთოდ. უბრალოდ ნებსის შვეტა იყო და ვცივარე და როგორ მეშინა და. ეხლა გავაგრძელოთ. დავედით მეორე ყბაზე. მაკა დავასრულეთ, ჩავსვით 2 იმპლანტი. მართლა? კი ბატონო. ისე მეუბნებოდნენ, გეტკინებაო, ვიფიქრე. როგორი იყო აბა შეგრძნებები? საერთოდ არ გამიგია. რა მაინტერესებს, იცი, ამაღა მექნება ტკივილი. დღეს უნდა დალიო ანტიბიოტიკი აუცილებლად, გამაყუჩებელი, ხვალიდან აუცილებელია რომ გავიკეთოთ სავლები. რა თქმა უნდა, თამბაქოს არ ვეწევით, ეს არის გამორიცხული. დაახლოებით 5 დღე არ შეიძლება ფიზიკური. რა სიძახი შოთა დავიღუპე. ეს შემდეგ. აუცილებელია ჯანსაღი ღიმილი მოითხოვს რაღაც რაოდენობით მსხვერპლს. ისე კარგად გამიკეთე, ნუ 5 დღეს დავისვენებ ვარჯიშისგან და იგი იქნება. აუცილებლად დამიწერეთ თქვენი აზრი ჩემს ახალ ღიმილთან დაკავშირებით. მაკა, რადგან გადავწყვიტეთ ღიმილის გაუმჯობესება, ჩვენ უნდა დავიწყოთ პროცედურის პირველი ეტაპი. პირველ რიგში ეს არის კბილების მინი-ინვაზიური დამუშავება. მაკა, დღეს უნდა დავასრულოთ ჩვენი მკურნალობა, გავიარეთ კბილების პრეპარირების ეტაპები, ამის შემდეგ მოხდა კბილების სკანირება, რომელიც გადაიგზავნა ლაბორატორიაში. დღეს ხდება უკვე ჩვენი დამზადებული ცირკონების მორგება და ამის შემდეგ ფიქსაცია. როგორი განწყობით ხარ? მე ძალიან მიხარია, აი ვერც ვიოცნებებდი ამას, შენ რო არ ყოფილიყავი, ალბათ ვერც გავიკეთებდი. მოვედი 2 იმპლანტზე და მივდივარ ჰოლივუდის ღიმილით. თავარია რომ ძალიან კომფორტული პაციენტი ხარ, მაქსიმალურად იდექი ჩემს გვერდით და მეც გავაკეთებ ისე რომ იყო ბედნიერი. და ეს ოცნება რაც გონდა აისრულა აუცილებლად. გაიხარე. მაკა 2 საათში ჰოლივუდის ღიმილი გექნება. სულ გაღიმებული უნდა ვიარო. Letters on the sky, burning in your eyes.
დავასრულეთ პროცედურა, მოხდა ცირკონის გვირგვინების ფიქსაცია და შემიძლია გაჩვენო შენი ჰოლივუდის ღიმილი. ვაიმე როგორ მაინტერესებს თან ნერვი. აიმე თუ მჯეროდეს, აი ვერ ციოცნებები შოთა ამაზე რა მაგარია. სარკე ვისაა ყველაზე ლამაზი ღიმილი? რა თქმა უნდა მაკას. ვაიმე სულ მოცნებობდი ესეთი ფოტოს გადაღებაზე. მაგარია. რუჯი დამაკვდება, შენ გაქვს ოქროს ხელები შოთა, შენ ხარ ნამდვილი ბრილიანტი. მიხარია რომ ყველაფერი კარგად გამოვიდა და მიხარია რომ შენი ოცნება ავასრულე მაკა. ეხლა მე შეუსრულებ და აუსრულებ შოთას ოცნებას და ყველაზე მაგარ ტანზე დავაყენებ ცოტა ხანში. ჩემთან იწყებს ვარჯიში ცნობისთვის. წარმატებლები. ესე იგი მეგობრებო, მოვრჩი ყველა პროცედურა სტომატოლოგიურ კლინიკა დენტინში. მოვედი იმპლანტებზე და საბოლოო ჯამში მივდივარ ჰოლივუდის ღიმილით. ჯერ კიდევ შოკში ვარ. ისე მიხარია და ისე მომწონს რომ ალბათ მთელი დღეები გაღიმებული ვიბლი. ჩემი თამამი და ბეჭერ დარწმული რეკომენდაცია დენტინის ყველა ექიმს, განსაკუთრებით კი შოთა რუხაძეს, რომელმაც ოცნება ამიხდინა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადამიყვანა. აუცილებლად გამოიწერეთ შოთა რუხაძის Facebook გვერდი, რომელიც ვიდეოს სათაურში იქნება მითითებული, რათა ნახოთ მისი ნამუშევრები და შეაფასოთ. ახლა კი უნდა გავიქცე, ერთი სული მაქვს ჩემმა მეგობრებმა შევიფასონ ჩემი ახალი ღიმილი. განსაკუთრებით თამაზას და ლევანის რეაქცია მაინტერესებს, იმედი არ დაიბოღმებიან. აბა წავედი და გაკოცეთ.